ლარის კურს საფრთხე არ ემუქრება. ამაში არაფერი საპანიკო არ არის. თუ დავინახეთ, რომ ვარ სახეზე ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ პოლიტიკის გამკაცებას, გამოვიყენებთ ჩვენს ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს და ამ პროცესებს არ დავუშვებთ. რატომ არ ჩქარობს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და ლარის კურსის ვარდნის გამო არსებობს თუ არა ქვეყანაში პანიკის საფუძველი? დღეს 13 საათსა და 10 წუთზე გადაცემაში ეკონომიქსი. მაშასე პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი, სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ლარის კურსის დაცემა ოქტომბრიდან დაიწყო, თუმცა გაუფასურების პროცესი შედარებით სწრაფი გახდა დეკემბერ-იანვარში. ბოლოს 3-4 თვეში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 7%-ით გაუფასურდა, თუ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 1 ლარი და 66 თეთრი იყო ოქტომბერში, ეხლა ლარი და 78 თეთრამდე დაეცა, თუმცა მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები პანიკის საფუძველს ვერ ხედავენ და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. რა ხდება სავალუტო ბაზარზე და რატომ არ ჩქარობს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაში, მაშინ როცა ლარის კურსის ცვლილება უკვე აისახა ფასებზე? ეკონომიქსის კითხვებს საბანკო სფეროს ექსპერტი მერაბ კაკულია უპასუხებს. თქვენ კი შეგიძლიათ გადაცემის მეორე ნაწილში უკვე დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვათ შეკითხვა პირდაპირ ეთერში. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. ბატონო მერაბ, გამარჯობათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ გადაცემაში მონაწილეობისთვის. და სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა ამ მთავრობამ, მანამდე საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რა ხდება რეალურად სავალუტო ბაზარზე, რა მიზეზები არსებობს, რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა? მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელს. ლარის კურსის ვარდნა მოგეხსენებათ ნოემბრის თვიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნებოდა. კერძოდ 9 თვიანი ეკონომიკური პასიურობის შემდეგ დაიწყო ეკონომიკური გამოცოცხლება, საქმიანი აქტივობა გაიზარდა, რამაც ბუნებრივია წარმოშვა მოთხოვნა იმპორტზე და ამას შესაბამისად მოყვა იმპორტის მოცულობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა, განსაკუთრებით ნოემბერსა და დეკემბერში. იმპორტის ზრდას თავისთავად მოყვება მოთხოვნის ზრდა უცხოურ ვალუტაზე და შესაბამისად გარკვეული ცვლილებები შიდა სავალუტო ბაზრის კონიუნქტურაში. გარდა ამისა, მეოთხე კვარტალში გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯები. წინა კვარტალებთან შედარებით საბიუჯეტო აქტივობა მკვეთრად ასეთ გაფართოვდა, რამაც რა თქმა უნდა მიმოქცევაში ლარის მასის გაზრდა გამოიწვია. ეს ხდებოდა ეროვნული ბანკის შერბილებული ფულად საკრედიტო პოლიტიკის ფონზე. მოგეხსენებათ, რომ უკვე 2 წელიწადია საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი 0-თან ახლოსაა და მის ქვემოთ, ამიტომ ეროვნული ბანკი ცდილობდა ხელი შეეწყო ფულის მიწოდების ზრდისთვის და როდესაც ფისკალური პოლიტიკა გააქტიურდა, ეს ორი ნაკადი, რომელიც მოქმედებს ლარის მასის ზრდაზე, ერთმანეთს გადაეკვეთა და შესაბამისად საბოლოო ჯამში მივიღეთ ფულის აგრეგატების საკმაოდ მაღალი ზრდა. ამან ყველაფერმა განაპირობა მოთხოვნის გაძლიერება შიდა სავალუტო ბაზარზე და წარმოშვა ის ასე ვთქვათ პროცესები, რომელთანაც ჩვენ ახლა საქმე გვაქვს. ეს შეიძლება ჩავთვალოთ ობიექტურ მიზეზებად. ამ გარდა ამისა იყო კიდევ ერთი ობიექტური მიზეზი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემის აზრით, კერძოდ ჩვენ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში, ეროვნული ვალუტის ლირის ძალიან მკვეთრი დაცემა და ეს ზოგადად ყოველთვის ასეა, როდესაც მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა ეცემა, თუ მის პარტნიორ მეორე ქვეყანაში შესაბამისი ვალუტა იგივე ტრაექტორიით არ დაიწყებს ცვლილებებს, ეს ქვეყანა, ამ შემთხვევაში საქართველო იგულისხმება, დაკარგავს კონკურენტუნარიანობას, რაც იმაში გამოიხატება, რომ თქვა თურქული პროდუქცია გაიაფთება და იმპორტი გაიზრდება საქართველოში, ხოლო ქართული ექსპორტი ამ ქვეყანაში გაზრდება. თუმცა თურქეთმა უკვე მიიღო მკაცრი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებები, რასაც არ ელოდნენ ეს პროცესები ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დაიწყო, რამოდენიმე წარუმატებელ მცდელობას ჰქონდა ადგილი ლირის კურსის
კურსის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევისა, მაგრამ ამას შედეგი განსაკუთრებული ამას შედეგი ამას არ გამოუღია. აი მხოლოდ ახლა უკვე რამოდენიმე დღეა თურქეთის ცენტრალური ბანკი უკვე ძალიან მკვეთრ ზომებს მიმართავს. ძალიან გაამკაცრა მან ფულად საკრედიტო პოლიტიკა, განახორციელა დიდი ინტერვენციები, მილიარდიანი ინტერვენციები შიდა სავალუტო ბაზარზე, რამაც ჯერჯერობით გამოიღო რაღაც შედეგი და ლირის კურსი დასტაბილურდა. რაც იმედს გვაძლევს, რომ აი ამ მხრიდან მაინც ჩვენ შიდა სავალუტო ბაზარზე უარყოფითი ტენდენციების განვითარებას ხელი არ შეეწყობა. დაბადნამერა რა საუდება ეროვნული ბანკი თუ ამ შემთხვევაში არ არის ჯერ საქმე დავშოთ საპანიკოთ და დავიწყოთ იქიდან, რომ ეროვნულმა ბანკმა ნოემბრიდან მოყოლებული 440 მილიონი დოლარი გაყიდა ბაზარზე ლარის კურსის დაწევის, ასე ვთქვათ, რაღაც დაღმავალი დინამიკის შესანარჩუნებლად, ანუ ცოტა უფრო ნელა რომ მომხდარიყო ეს პროცესი და მას ერთბაშად მკვეთრი რყევების ხასიათი არ მიეღო. ბუნებრივია რომ ამ პროცესში ლარი მაინც გაუფასურდა დაახლოებით 6-7%-ით, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა, თუნდაც იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რომელიც შიდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის გაჩნდა, მაგრამ არის კიდევ ერთი მომენტი, ეროვნული ბანკი მხოლოდ სავალუტო პოლიტიკას არ ატარებს, მოგეხსენებათ, სავალუტო პოლიტიკაში იგულისხმება გასვლითი კურსის რეგულირება, არამედ იგი ატარებს აგრეთვე ფულად საკრედიტო პოლიტიკასაც ქვეყანაში და ამ ფულად საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა, როგორც სხვა მრავალ ქვეყანაში არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. ფასების სტაბილურობა კი ნიშნავს ინფლაციის პროგნოზული მაჩვენებლის დონეზე შენარჩუნებას. ინფლაციის პროგნოზური მაჩვენებელი 2013 და 2014 წლისთვის არის 6%. ფაქტობრივმა ინფლაციამ აი დეკემბერში ლარის აი ამ რყევების შემდეგაც კი 2 და 4% შეადგინა. მე ვფიქრობ, რომ იანვარში ინფლაციის დონე უფრო მაღალი იქნება. ანუ ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ როგორმე მიუახლოვდეს ამ თავის მიზნობრივ მაჩვენებას. ყისიერად მოხდეს ეს მიახლოვება და რა თქმა უნდა ეს არ არის საჭირო, მაგრამ ახლა თუ გავითვალისწინებთ, რომ გასული წლის 12 თვიდან 11-ში ინფლაცია დეკემბრის გარდა ინფლაცია 11-ში იყო 0-ს ქვემოთ ან 0-ს ზემოთ, მასთან ძალიან ახლოს 0.6%-ს არ გასცდენია ინფლაციის დონე. ცხადია, რომ 6%-თან შედარებით ეს ძალიან დიდი სხვაობაა და აქედან გამომდინარე გასაგებია ეროვნული ბანკის მცდელობა, რომ თავისი შერბილებული ფულად საკრედიტო პოლიტიკით რაღაცა ინფლაციის ზომიერი ტემპის ჩამოყალიბებისკენ გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. თუმცა მე ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი არავითარ შემთხვევაში მე მგონი, როგორც ჩანს, არ ცდილობს, რომ მსხვერპლად შეწიროს ამ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა, ვთქვათ, ლარის გაცვლითი კურსის შემდგომი დაწევის თქვა წახალისებას, ხო? მე ვთვლი, რომ ის ცდილობს, რომ აი ეს თავისი ორი მიდგომა სავალუტო პოლიტიკის მხრიდან და ფულად საკრედიტო პოლიტიკის მხრიდან რაღაცნაირად დააბალანსოს და ორი კურდღელი არ დაიჭიროს. ეს პრინციპში ერთი კურდღელია, თუმცა ის ცდილობს, რომ ეს პროცესები ერთმანეთს დაუკავშირონ. ეს ცხადია და ამის გარეშე შეუძლებელია ზოგადად პოლიტიკის წარმართვა. ფასები იზრდება, ბატონო, ფაქტია. ფასები, რა თქმა უნდა, იზრდება, განსაკუთრებით პირველ რიგში ფასები იზრდება სურსათზე. აი თუ საშუალო ფასების და როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, იყო 2.4%, აი სურსათის ჯგუფში ფასების და უკვე 6%-ს აღწევს. ანუ იმ ნაწილში, რაც სურსათს ეხება, ეს მიზნობრივი მაჩვენებელი უკვე ასე ვთქვათ, მიღწეულია და მაგრამ ინფლაცია მოგეხსენებათ, მხოლოდ ერთი სასაქონლო ჯგუფით არ გაიანგარიშება და შემოიფარგლება, არის კიდევ სხვა ჯგუფები და მე ვფიქრობ, რომ აი ახლა იანვრის ინფლაცია უკვე გვაჩვენებს თუ ეს გამოცხადდება თებერვლის დასაწყისში, ის გვაჩვენებს თუ რამდენად სერიოზული იყო საშუალო ფასებზე და ცალკეულ სასაქონლო კატეგორიებზე ფასების ზრდა. კიდევ ერთი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დეკემბერში, როდესაც ატყდა სავალუტო ბაზარზე ესეთი ამბები, გააკეთა განმარტება და თქვა, რომ საპანიკო არაფერი არ არის, ჩვენ დავალოდებით როგორ გავითარდება მოვლენები და თუ საჭირო გახდება, მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ. დღეს
ამბობენ, რომ 12 თებერვალს არის რეფინანსების განაკვეთის კომიტეტის ხდომა და იქ გადაწყდება ეს განაკვეთი დაიწევს თუ რა მოხდება. ანუ ეროვნული ბანკი შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებს რაიმე განმარტებები გააკეთოს. არა, მე ასე არ ვიტყოდი. ესე იგი ისევ მინდა დაუბრუნდე იმ თემას, რომ არსებობს ორი პოლიტიკა, ფულად საკრედიტო და სავალუტო. სავალუტო პოლიტიკის ნაწილში ეროვნული ბანკი საკმაოდ აქტიურად ესე იგი მოქმედებს, ანუ იგი სისტემატურად ყიდის თავისი რეზერვებიდან უცხოურ ვალუტას იმისთვის, რომ კურსის ვარდნას რაღაც გარკვეული ბარიერები შეუქმნას და გაადვილოს იმ ახალი წონასწორული მნიშვნელობის ჩამოყალიბება და მე ვთვლი, რომ ახალი წონასწორული მნიშვნელობა უკვე მიღწეული არ არის, ყოველ შემთხვევაში მასთან ძალიან ახლოს ვართ, აი ეს დღევანდელი ასე ვთქვათ საკურსო ნიშნული, რომელიც არის $1-ში 1.78-78.5, ჩემი აზრით ეს არის ზუსტად ის წონასწორობა, რომლის ირგვლივაც კურსი უნდა დასტაბილურდეს. ასე რომ ამ ხრივ ეროვნულ ბანკმა თავისი ასე ვთქვათ ამოცანა შეასრულა. მეორე საკითხია ის, რომ ზოგადად გაამკაცროს ფულად საკრედიტო პოლიტიკა, ესე იგი აწიოს საბაზისო საპროცენტო განაკვეთი და ამით დაამოხრუჭოს ფულის მასის ზრდა მიმოქცევაში და შესაბამისად ლარის შემდგომი დაღმასვლას კიდევ ერთი წინააღმდეგობა შეუქმნას უკვე ასე ვთქვათ ფულის მასის მიმოქცევაში შებოჭვის გზით. ანუ ეს შეიძლება განხილული იქნას როგორც დამატებითი, უფრო გრძელვადიანი, რაღაცა პოლიტიკისკენ ცვლილება. და კიდევ ერთი მთავარი მომენტი, რაც მოსახლეობას ასევე აღშფოთებს, ეს არის კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლოა გაიზარდოს თუ არა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის ეს პრობლემა, ვისაც $-ში აქვს კრედიტი აღებული. იპოთეკურ სესხებს გულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო ძირითადად. ვისაც $-ში აქვს კრედიტი აღებული, ცხადია ის ყველაზე მეტად დაზარალდა აი ამ საკურსო ცვლილების დროს, იმიტომ რომ შემოსავლები ამ ადამიანების უმრავლესობას აქვს მოგეხსენებათ ლარებში და მომსახურება ამ ვალების უნდა განახორციელოს $-ში. მე არ მოველი რომ თქვათ უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მე ვთვლი რომ თუ გაიზრდება ეს და ზომიერი იქნება და რაღაცა განსაკუთრებულ ცვლილებას კურსის ცვლილების არა, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ლარში დენომინირებულ კრედიტებს, მოთხოვნა ამ კრედიტებზე ბუნებრივია იზრდება, იმიტომ რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ესე იგი თუ ისინი აიღებენ ეროვნულ ვალუტაში კრედიტებს და თქვათ თავს დააღწევენ სავალუტო რისკს ამ ასეთი ქმედებით, ცხადია ისინი მოგებული დარჩებიან და ასეც არის არსებითად, მაგრამ არის მეორე მომენტი საკრედიტო ხელშეკრულებებში ცოცავი ან თუ მცურავი საპროცენტო განაკვეთი ფიქსირდება ბოლო პერიოდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს განაკვეთი დამოკიდებული იქნება ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე, ანუ ის შეიძლება შეიცვალოს და როგორც კი გაჩნდება ინფლაციური რისკები, ვთქვათ, რასაც ეროვნული ბანკი ელის, ვთქვათ, ამ წლის, ვთქვათ, რაღაც მეორე ნახევრიდან მაინც, ხომ? ეს საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად დაიწევს და ამ ადამიანებს მეტი თანხა ექნებათ გადასახადად. კლიენტთა შეუთანხმებლად აწიოს ეს საპროცენტო განაკვეთი. თუ მას ბანკს საკრედიტო ხელშეკრულებაში არ აქვს ცვლილება, ასე ვთქვათ, ჩადებული თავიდანვე და თუ საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული არის ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ის ვერაფერს ვერ შეცვლის. ანუ კარგად უნდა წავიკითხოთ ხელშეკრულებას, მაგრამ ახლა თუ იქ მცოცავი საპროცენტო განაკვეთი იქნება ჩადებული, რომელიც რაღაც პირობებზე იქნება დამოკიდებული, ბუნებრივია რომ საპროცენტო განაკვეთი ზრდის რისკისგან და შესაბამისად კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდის რისკისგან მსესხებელი, რა თქმა უნდა, დაზღვეული არ იქნება. გასაგებია, ჩვენ ამ თემაზე საუბარს გადაცემის მეორე ნაწილში გავაგრძელებთ. ახლა გადაცემაში რეკლამის დროა, მე აქვე გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 92 11 99 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში, რამდენიმე წუთში ჩვენ ისევ ეთერში ვართ. კვილის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიკსში.
ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ, ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში ჟურნალისტი ირმა ებრალიძე მუშაობს, ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ საბანკო სფეროს ექსპერტი მერაბ კაკულია, ჩვენ საუბრობთ ლარის კურსთან დაკავშირებით. მე აქვე კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომრებს 292 11 92 292 11 დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვა პირდაპირ ეთერში. თუ გაგიჭირდებათ დარეკვა, გამოაგზავნეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ნომერზე 91778. SMS გზავნილის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს. SMS სერვისით კი რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, ტელეფონი 219 და სანამ გავაგრძელოთ ბატონო მერაბ ამ თემაზე საუბარს, მანამდე უკვე ბატყობინებენ რომ ზარია სტუდიაში. მოვისმინოთ მსმენელის შეკითხვა და შემდგომ განვაგრძოთ საუბარი. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. არ ვიცი სწორად ვრეკავ თუ არა. მე მაინტერესებს წამლები დაგვირეკა მერიამ, უпроსორად თანხა ჩაგვირიცხა მერიამ 100 ლარის. ქალბატონო, ლარის კურსთან დაკავშირებით საუბრობთ და. დიახ, მაგიტომ ავრეკავ. და რომ მივიტანე ეს წამლები უნდა გამომეტანა აფთიაქიდან. რომ დაიანგარიშეს ეს ყველაფერი ზუსტად იმდენი არ იყო, რაც უნდა წამომეღო და ერთი რამოდენიმე დღეო მოიცადე შემოვიტანთ წამალსო და მოგცემთო. რაც დაიანგარიშეს ყველაფერი, რომ მივედი იმაზე ნაკლები მომცეს. დამატებით მაგია და რაშია საქმე მეთქი და დოლარმა მოიმატაო. ეს რამდენი დღის ამბავს ყვებით? აი ეს არის 4-5 დღის ამბავი. გასაგებია. მადლობა. ანუ ფასებზე ასახვა პოვა უკვე ამ ქალბატონს. სამწუხაროდ ფასებზე ასახვას პოვებს, რა თქმა უნდა, ხეს წარმოიდგინეთ 6-7%-ით და დაცემა კურსის ბუნებრივია ასახვას პოვებს ფასებზე. როგორც მოგეხსენებათ, მოვაჭრეები, ანუ ვინც ვაჭრობს იმპორტული პროდუქციით, ასე პირობითად ასე დავარქვათ მათ, ეს ადამიანები რაღაც თავისთვის საორიენტაციო კურსს, ასე ვთქვათ, ითვალისწინებენ თავიანთ სამეწარმეო საქმიანობაში. დეკემბრის ბოლომდე, რამდენად ჩემთვის ცნობილია, ეს კურსი იყო $1.75 აი უკვე ნახალწლებს მათ გაზარდეს ეს მარჟა 1.8-დან და შესაბამისად ბუნებრივია რომ ამან ასახვა ჰპოვა საქონლის ფასებზე და მომხმარებლის დაზარალება გამოიწვია. და უნდა ველოდოთ რომ ეს ასახვა თუ გაცვლითი კურსის დაწევა შეჩერდება და რაც როგორც მე ვთქვი ეს კურსის ნიშნული რომელიც დღეს არის წონასწორობას ასახავს ბაზარზე მაშინ უნდა იმედი ვიქონიოთ რომ აღარ იქნება ფასებზე უარყოფითი ეფექტი მაგრამ თუ გაგრძელდა და 1.8-ს გადაცდა ცხადია რომ ეს იქნება სერიოზული ცვლილების საფუძველი. კიდევ ერთი ზარია მოვისმინოთ შეკითხვა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით. რადიო მიმღებს ჩაუწიეთ თუ შეიძლება. კი გენაცვალე ამ წუთში. შვილო. დიახ. მარტოხილა პენსიონერი ვარ, პენსიაზე ვარ დამოკიდებული. დღეს რომ 1 ლარი ღირს თამარი, ხვალ ლარი და 20 არის. საიდან მოვიტანო, საიდან დავამატო? როდესაც ასეთი დევალვაცია ხდება გაუფასიურება ის ან წამალი გახდეს გაუფასიურებელი ან ჩვენ პენსიას დაემატოს რაღაცა დანამატი რომ შევიძინოთ და ვიცინოთ თავი და მეორე კიდე შვილო გადავიხადე გაზის გადასახადი 20-მდე ქონდა ვადა ეხლა მომივიდა დღეს კიდე 14 რიცხვამდე თუ არ გადაიხდი გაგითიშავო გასო ამ სიცივეში გაზი როგორ გამითიშო 14 რიცხვში პენსია არ არის პენსია როცა მომივა მაშინ ვიხდი რა გავაკეთო თუ გამითიშეს გაზი გავალ და ხელჯოხით სულ ჩამომონტლები იმ გაზის რიცხვებს ჩემი იქნება თოსვისი ეს ამბავი ჩვენ არ ქონებია არც ერთი ხელისუფლების დროს. მადლობა, გასაგებია ამ ქალბატონის აღშფოთება, ანუ მწყიდველობით უნარიანი ლარის ანუ იწევს დაბლა შესაბამისად და ითხოვენ რომ მაშინ გაიზარდოს პენსია. ეს კიდე უფრო ეკონომიკურია რომ როცა ფასები იზრდება ამას მოყვება საარსებო მინიმუმის ასე ვთქვათ მოცულობის მატებაც რა თქმა უნდა და პენსია როგორც ვიცით მიბმულია საარსებო მინიმუმის დონესთან და თუმცა ადეკვატურად არ იცვლება. რა თქმა უნდა ეს ახლა ზუსტად პირდაპირ პროპორციულად შეიძლება ეს არ არის, მაგრამ მაინც დაკავშირებულია ამასთან და მე ვფიქრობ რომ თუ
ღმერთმა არქნა და ეს პროცესი გაგრძელდა და უფრო დამძიმდა, ცხადია ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება პენსიების ზრდაშიც. მოსახლეობისგან განსხვავებით ხელისუფლება არის საკმაოდ მშვიდი, იგივე დავუშვათ ფინანსთა მინისტრის კომენტარები ბოლო პერიოდში გაკეთებული, მართალია მას არ ეხება დავუშვათ ეს მონეტარული პოლიტიკა, თუმცა მთავრობა ზოგადად განსაზღვრავს ამ პოლიტიკას და აუცილებელია ერთობლივი ქმედებები, რაზეც არის საუბარი. მაგალითად ხადურმა თქვა ესეთი შეგისწოროთ უკაცრავად, რომ ესე იგი მონეტარულ პოლიტიკას მთავრობა არ განსაზღვრავს. მონეტარული პოლიტიკა მთლიანად ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, მაგრამ უნდა იყოს კონსულტაცია, უნდა იყოს კოორდინირება, რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკა ეფექტიანი იყოს. აი, ნონდარ ხადურის განცხადება, რეზერვები და ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა იძლევა გარანტიას, რომ კურსი არათუ დასტაბილურდება, არამედ შესაძლებელია მისი შემცირება გარკვეული მოცულობით. შემცირების რა მოგახსენოთ, მაგრამ დასტაბილურებისკენ მე მგონი პროცესი მიდის. ანუ სადღაც 1.75-დან 1.8 მისულამდე გასაგებ მესმის, მაგრამ ეს ზედმიწევნი ზუსტად თქვა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ აი რაღაც აი ამ დიაპაზონში, თქვათ 1.75-დან 1.8-მდე ამ დიაპაზონში უნდა იყოს დღევანდელი გადასახედიდან აი საკურსო წონასწორობა, რომლისკენაც მიდის ეს პროცესი. და გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ობიექტურ მიზეზებზე, თუმცა ექსპერტების ნაწილი სუბიექტურ მიზეზებზე საუბრობენ, მათ შორის არაერთხელ ითქვა, რომ ეს ხელოვნურად არის გამოწვეული, იმიტომ რომ ბიუჯეტში შემოსავლები გაიზარდოს. მე მგონი ასეთი შეფასება არ არის სწორი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტს აქვს როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. შემოსავლები შეიძლება ლარის კურსის დაწევით კი გაიზარდოს, მაგრამ არ დაგვაუწყდეს, რომ ხარჯებში ძალიან დიდი კომპონენტი არის საგარეო ვალების მომსახურება, რომელიც უცხოურ ვალუტაშია გადასახდელი და გაწერილია კი ბიუჯეტში ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად, თუ ლარის კურსი დაეცემა, მთავრობას უფრო გაცილებით მეტი თანხა ექნება გადასახდელი საგარეო ვალების მომსახურებისთვის. ხო, და ზუსტად მაგი მინდა გითხრათ, რომ ესე იგი 2013 და 2014 წლებში აი საგარეო ვალების მომსახურების თანხები პიკს აღწევს. გამიგეთ, ასე რომ არ ამგონია, რომ ვინმეს ხელისუფლებაში აწყობდეს, თქვათ, ამ მიზნით ლარის კურსის გაუფასურება და რომც აწყობდეს, ეს ასე გაუმჭირვალე არ არის, რომ ვერ გავიგოთ სუბიექტური ფაქტორების სჭარბობენ და თამაშობენ გადამწყვეტ როლს თუ ობიექტური ფაქტორები ამ პროცესში. და კიდევ ერთი სამინისტროს ხარჯვითი პოლიტიკა ამბობენ, რომ არასწორი და არათანმიმდევრულია, კერძოდ მეოთხე კვარტალში დაიწყო ფულის დიდი მასის ერთბაშად გაშვება მიმოქცევაში, რასაც ბუნებრივია ლარის გაუფასურება მოყვა. ზოგადად, როგორც წესი, მეოთხე კვარტალში ბიუჯეტი უფრო აქტიურია ვიდრე წინა კვარტალებში. და ამიტომაც იყო საუბარი თავის დროზე, როცა კურსის ცვლილებაზე საუბრობდნენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის სეზონური ფაქტორი. სეზონურობაში იგულისხმება ის, რომ აი მეოთხე კვარტალს აქვს თავისი დატვირთვა, კერძოდ ზამთრის სეზონზე გადასვლას დის იმპორტს ერთი მხრივ, მეორე მხრივ იზრდება წინა საახალწლო ბიუჯეტის ხარჯები და ეს ყველაფერი ფულის მასას დის და ბუნებრივია ზრდის მოთხოვნას უცხოურ ვალუტაზეც რაღაც ნაწილში. ამიტომ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის ხარჯები მართლაც გაიზარდა და ამ ზრდას ჰქონდა ობიექტური ხასიათი. არის ერთი პრობლემა, მხოლოდ რომ უბრალოდ აი პროპორციულად წინა კვარტლებთან შედარებით მეოთხე კვარტალში ფისკალური პოლიტიკა მკვეთრად გააქტიურდა. გამიგეთ? ანუ წინა წლებში ეს ნაკლებად შეინიშნებოდა ასეთი მკვეთრი გადასვლა და ასეთი მკვეთრი განსხვავებები კვარტლებს შორის. აი ამან შეიძლება წარმოშვა ეგ მოსაზრება, რომელზეც თქვენ საუბრობთ. და ზარია ეთერში მოვისმინოთ მსმენელის პოზიცია და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი, გისმენთ? ალო, ისევ მე გაწუხებთ. ვერ გავარკვია, მართლები არიან თუ მესად ვიპოვო სამართალი. წამალი, რომელიც მომცეს, ის შემოტანილი არ არის. იმას უშვებს ჩვენი ფონიჭალა. ეს არის ქართული წამალი. გასაგები. აი ეს მაინტერესებს. ცალსახად გეტყვით, თუ ეს არის ქართული წამალი და თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ, არასწორად მოგექცნენ ნამდვილად. ხო, მაგრამ იმას ხო რესურსი ჭირდება, რომ დამზადდეს შესაძლოა, მაგრამ ეხლა ოშემ თვალში ასეთი მყისიერი ზემოქმედება ადგილზე წარმოებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე გასვიტყოს არ უნდა მოეხდინა.
გასაგებია. და კიდევ ერთი, მაშინდელ რაც ეს ლარის კურსის ცვლილება დაიწყო, ექსპერტები, საბანკო სფეროს წარმომადგენლები ამბობდნენ იმას, რომ ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ არასწორი განმარტებები კეთდება, ანუ ვინც საჭიროა ის ამ თემაზე არ საუბროს და არ ვიცით დავუშვათ ეროვნული ბანკის პოზიცია. არის კომუნიკაციის პრობლემა, ნამდვილად არის კომუნიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ როცა ასეთი რამ ხდება, საჭიროა მოსახლეობისთვის ძალიან გასაგებ ენაზე მოსახლეობას აუხსნა რა ხდება, რა მიზეზებმა გამოიწვია ეს პროცესი და რა კეთდება იმისათვის, რომ თქვათ სიტუაცია გაუმჯობესდეს. გამიგეთ, სამწუხაროდ საკმაოდ წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდება ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლების მიერ და ალბათ ეს საკითხი მოსაგვარებელია. დეტალს ვიტყვი, მაგალითად ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ საწვავზე ეს არ უნდა აისახოს, გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრი და თქვა, რომ ეს აუცილებლად აისახება საწვავის ფასებზე. ანუ რაღაცა შეთანხმებული ერთიანი განცხადებები არ კეთდება. კონსოლიდაცია აუცილებელია, მეგონი, განსაკუთრებით აი ამ დროს, როცა ამდენი ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ითქვას, რომ რაღაც მოლოდინის რეჟიმშია, დავუშვათ ვისაც ლარი აქვს, ან ვისაც დოლარი აქვს, შეიძლება ამანაც იმოქმედოს. რა თქმა უნდა, როცა პანიკური განწყობილებები ეუფლება ბაზარს, სამწუხაროდ ეს თალკე ფაქტორად შეიძლება გამოიყოს პანიკა, როგორც ასეთი, რომელიც მოქმედებს კურსის შემდგომ დაწევაზე. ანუ ადამიანები შეშინებულები, ვისაც რაღაცა გარკვეული, ვთქვათ, ან დანაზოგი აქვს, ან რაღაცა სახსრები აქვს ეროვნულ ვალუტაში, ცდილობს რომ სასწრაფოდ იყიდოს დოლარი და მეორე მხრივ, ვისაც აქვს უცხოური ვალუტა და სჭირდება ეროვნული ვალუტა, ის მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს, სანამ საკურსო ნიშნული ზღრულ ვთქვათ დონეს არ მიაღწევს, რომ უფრო მეტი ეკვივალენტი მიიღოს ეროვნულ ვალუტაში. ამიტომ ეს პანიკა თავისთავად კიდევ უფრო ამძიმებს და ართულებს საკითხს. და კიდევ ერთი ბატონო, ძალიან ხშირია სპეკულაციები ამ თემაზე, რომ ვიღაცამ ამდენი იშოვა, ანუ ხდება ხოლმე ესეთი განცხადებების გაკეთება, რომ ეს ამას აწყობს და ასე შემომარტივად. საერთოდ საბაზრო ეკონომიკა, ხა ესეთ რამეს ვიტყვი, შეიძლება ზოგადად მაინდა-მაინც კარგად არ იქნეს აღქმული, მაგრამ ზოგადად თუ ჩვენ საუბრობთ საბაზრო ეკონომიკაზე, იქ ყოველთვის ვიღაცა ცდილობს რაღაც პროცესებზე ხელი მოითმოს და რაღაც შემოსავალი მიიღოს, ვიღაცა რაღაცას კარგავს, იმიტომ რომ ვერთვლის იმას რა მოხდება ან პროგნოზს ვერ აკეთებს. ანუ ეს რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ისე რომ შეგნებულად ვინმე დაგეგმა ეს პროცესი და ახორციელებს, ანუ რასაც ქვია შეთქმულების თეორია, მე ამ თეორიას არასოდეს არ ვიზიარებ და არც ახლა არ ვიზიარებ. სმენელია ხაზზე, საკმაოდ აქტიურობენ დღეს ჩვენი სმენელები. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ? ტექნიკური პრობლემა გაითიშა, კიდე დარეკავენ ალბათ ჩვენ კიდე ძალიან ცოტა დრო გვჩება და მე მინდა რამდენიმე კითხვა დამჭა, აუცილებლად უნდა კითხოთ. მე მაინტერესებს თქვენი პროგნოზი. ძალიან ძნელია მესმის, მაგრამ ალბათ შესაძლებელია ამ ორი თვის განმავლობაში რაღაც დასკვნების გაკეთება. თქვენ საუბრობთ მთლიანად ვალუტასთან დაკავშირებით. ნუ მე თქვი უკვე რომ ჩემი აზრით, როცა ვაანალიზებ აი არსებულ ვითარებას, უკვე აი იმ ნაბიჯების შემდეგ, რაც ვთქვათ ეროვნულ ბანკმა განახორციელა, იმ განცხადების შემდეგ, რაც მთავრობამ და მისმა წარმომადგენლებმა გააკეთა ამას ყველაფერს რეალურ სიტუაციას, ანუ როცა ვაჯერებ და რეზერვების დინამიკას რომ უყურებ და იმ ჩემ გამოცდილებას, რომელიც წლების მანძილზე მქონდა ეროვნულ ბანკში, როცა მუშაობდი, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ აი დღევანდელი ნიშნული, რაც დღეს აგვაქვს 1.78 თქვათ, ხო? აი 1.78 და 5, აი დაახლოებით ეს დონე არის ის წონასწორული მნიშვნელობა, რომელზედაც მოთხოვნა და მიწოდება ასე თუ ისე ბალანსდება უცხოურ ვალუტაზე ქვეყნის შიგნით. შეიძლება ამ წონასწორობიდან რაღაცა პატარა გადახრები ერთის და მეორე მიმართულებითაც იყოს, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ იქნება კომუნიკაცია და როგორ იქნება ნაბიჯები, შემდგომი ნაბიჯები ხელისუფლების. ანუ მე მიმაჩნია, რომ 1.8 ზემოთ პრინციპში არ უნდა წავიდეს, მაგრამ აქ ერთ ასე ვთქვათ თუს ვიტყვი, თუ გარეშე ფაქტორი არ გამძაფრდა, კერძოდ ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, თურქეთში თუ მოხერხდა ლირის გაცვლითი კურსის დასტაბილურება, აი მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ. მარტო სხვა შორის ეს არის გლობალური ტენდენცია, მარტო თურქეთში არ ხდება ეს. ეს ხდება თითქმის ყველა ჩვენ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. ანუ მაგალითად რუსული რუბლი მკვეთრად დაეცა, სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი შედარებით ნაკლებად, მაგრამ ისიც
აი ჩვენს გარემოცვაში ერთადერთი ვალუტა, რომელსაც რატომღაც არ იმოქმედა ამ პროცესმა, ეს არის ბულგარული ლევი. დანარჩენები სულ ყველა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვნად შემსუბუქდა დოლართან მიმართებაში. ეს გლობალური ტენდენცია, რომელიც აუცილებლად ასახვას პოულობს ჩვენ შიდა პროცესებზე. არაუშუალოდ ჩვენი მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან დიდი ინტეგრაციის გამო, რომლის ხარისხი როგორც მოგესალმებით არც თუ ისე დიდია სინამდვილეში, არამედ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების მხრიდან მოდის. ამას ქვია ეგრეთ წოდებული ეკონომიკაში ამას თქვენ გადაცემის ეფექტს, როცა ეს გადმოგეცემა შენ უფრო დიდი პარტნიორი ბაზრის, ასე ვთქვათ, ტენდენცია. კიდევ ბოლო მსმენელი დრო აღარ გვაქვს, ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ? გისმენთ? კვლავ ტექნიკური პრობლემა, დრო მაინც არა გვაქვს. ასე რომ და ორიოდე სიტყვით რომ მითხრათ ეკონომიკურ პროგნოზთან დაკავშირებით, იმიტომ ოპტიმისტორია ხელისუფლების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზი წლევანდელ გასულ წელთან შედარებით, თქვენი მოლოდინი. მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური ასე ვთქვათ აქტიურობა 2014 წელს იქნება უფრო მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე 2013 წელს იყო. მეოთხე კვარტლიდან როგორც უკვე ვთქვი, დაიწყო გამოცოცხლება, საკმაოდ სერიოზული გამოცოცხლება. ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მთელი რიგი პრობლემები იყო და ვერ შეძლო ვთქვათ ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ტემპის უზრუნველყოფა, მან მაინც შექმნა რაღაცა წინაპირობები იმისთვის, რომ 2014 წელი უკეთესი იყოს და მე ვთვლი, რომ სადღაც 5-6% ზრდა აუცილებლად იქნება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საბანკო სფეროს ექსპერტი მერაბ კაკულია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მომავალ ხუთშაბათს სხვა თემით და სხვა სტუმრით დავრუნდებით ამ სტუდიაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში.